ესე იგი, აი რისგან შედგება თვითონ თამაში. მე თამაშობ რუსებზე, მე ვარ ქართული battle group-ით, ის არის Soviet battle group-ით. და თავიდან ყიდულობ იუნიტებს, რომლებიც გინდა, შენ თვითონ даже ესე არ მაჩვენებს ვიდეოში რა ყიდულობ. მოკეთ ირჩევ 1800 რაღაც $50 ფარგლებში რას იყიდი. და როგორ საიდან დაიწყებს. აი მაგალითად აქეთ გადმოვყარე ერთი გრუპა, აი დაიწყო თამაში. აქეთ გადმოვყარე ერთი გრუპა, რომელიც მიდის ჩარლიზე, მეორე გრუპა, რომელიც მიდის ბრავოზე იდგა გზაზე და კიდე მყავს ცენტრის პატარა გრუპა ხომე რაზვედკებით და ჰაერსაწინააღმდეგოთი. აქ არის артиლერია, რომელსაც კონტროლ 0-ზე ვაყენებ ხოლმე, ანუ 0-იანს რო დავაჭერ პირდაპირ артиლერიას ვიძახებ და მე ვისვრი. და დაიწყო თამაში. იმის სიმხარეს მე რა თქმა უნდა ვერ ვხედავდი. ეხლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით იდეურად იგივე სასტავით არის, ანუ ტანკები ბევრი არ ყავს. მე მგონი ვაფშე ტანკების გარეშე დავიწყე და იმას 2 ტანკი ყავს. ხო, მეც არ ყავს ტანკები. ხო და ვისაც გრაფიკა აინტერესებს და რაღაც ესეთები, აი ესე გამოიყურება ეს ყველაფერი. მე მიწაზე რო გადადიან ხალხს ლამაზია, აი ეგეთი ამბავია, ეს მე კიდე დაკლებული მაგ გრაფიკამდე რო ვიდეოს ვიწერ და ცოტაც მიჭედავდა. აი ეს მაგალითად ტუნგუსკა მიგორავს, გარშემო იმ BMP-ებში ვიღაცები ზიანს ავარაუდოთ. მე იქ ვერაფერს ეხა მტერს ვერ ხედავ, აი რაღაც მომენტში დავინახე ეს მიცხრა თუ რაღაცა იყო აქ მქნოდა. რაღაც მომენტში აი და თან ვერ ხედავდი რა მოდელია, ანუ просто დავინახე რომ რაღაცა არის და სინამდვილეში არის ვერტალოდი მიცხრა და სადაზვერვო. ხო და მივაქციე ტუნგუსკები, დაცხეს ამ ტუნგუსკებმა და და გამაზეს, ბევრი ჩამოაგდეს ნიმაჟი. ხო და აქ მოვიდა, მოკეთ ახლა კომენტირებას ასე სმინცად მივიდა აზრი არა, აქ თემა არის ის, რომ მარცხენა მხარეს არის ბევრი ტყე და ამიტომ უშვებ ხოლმე ძირითადად quick jars და მარჯვენა მხარეს არის შემაღლება გორაკი და ამიტომ ძირითადად აქეთ ბრონეტექნიკას და ტანკებს ვიყენებ ხოლმე, მაგრამ ქართულ ჯარს არა აქვს ტანკები, ამიტომ ტანკები არ მყავს, რაც მქონდა ეს რაკეტიანი ჰაილუქსები, ასე ვეძახიან უაზ კონკურსებს და ბრონეტექნიკა რაკეტიანი. იმან დამიპირისპირა ძირითადად რატომაც ესე გზაზე ჩერდება ხოლმე კომპიუტერს ეს მინუსი აქვს. რომ გზაზე ჩერდება, მაგრამ ძალიან მაგარ რაღაცას აკეთებს, გზით იკეთებს მანევრს. სკარასნოის ხოლმე ხა გაეჭედა პოსტა. ესე ჩაივლის და აქ ვერც ხედავენ ხოლმე ხანდახან აქედან ტიპები და გამოვლენ ზურგში და მე რაღაცას ჩარეჩობენ. მოგეთ ახლა პირველ დასაწყისში აქ მიდის განაწილება ჯარების, მე შემიძლია მარტო ჩემი მხარე დაგანახოთ, აი მე ვერაფერს ვერ ხედავ იქით რა ხდება. ჩემთვის აქ წყნარად ვანაწილებ ტყეში quick jars, ვანაწილებ რა ქვია, კონკურსები, აქ ახლა ურალებს ამოვყრი, აქედან უკვე შემოვიდა ბენზინიანი გრუზავიკები, артиლერიის გადასატენად და უცებ აქ გამეჩნდა ძალიან ბევრი ტექნიკა, აი. და დიდი ომი არის აწეული, ომობს რაზვედკა შენობებიდან და შენობებიდან quick jars ძალიან მაგრა ომობს დიდხანსწლები. და რაღაც მომენტში ჩავრთავ ახლა ტუნგუსკას. იმიტომ რომ просто არაფერი არ მყავდა. артиლერიამ დაცხო, აი ეს ეგან артиლერიის ზალპი იყო, აქედან წამოეხმარა ეს რობოტი არის რაღაც BMP-ს ფორმა, საიდან გამოიგონეს ამ თამაშის. არ გამოგონილი არ არის რაღაცა არსებობს და ეგეთი BTR RD არ ვიცი რა. ხო და გაიჭედა ეს quick jar, მოგეთ გაიჭედა აქ ეს ტიპი, მაგრამ ფლანგირება გამოუვიდა და მე ტუნგუსკებმა მაგარი დაცხეს პირდაპირ ხმელეთზე იმეებს ჯერ BMP-ებს და BTR-ებს და მე პეხოდას. ახოდო артиლერია საკაიფოდ მუშაობს იქ უკნიდან და ტოჟე ბევრი მოკლა. იმისი артиლერიაც, არა, ბურატინო მუშაობს, ბურატინო არის ნაპალმიანი артиლერია რუსების, არც ვიცოდი ამათი არსებობა და არა თუმე ავღანეთში იყენებდნენ დაჟე. და ტყეებზე და შენობებზე ძალიან ეფექტურია. აქ ჩამოვწია ეს BTR-ები ტოჟე კიდე, რომელშიც გონი პეხოდაც ის თუ აღარ ის არ ამოყარე პეხოდა და ისე მოვიყვანე, იმიტომ რომ თუ დაკარგებ BMP, ხშირად იკარგება შიგნით კაციც რა, თუ არ ამოსვი. ხანდახან გადმოხტებიან და ხანდახან ვერ ასწრებენ. ტუნგუსკამ ისევ მაგრა იმუშავა. კაცო quick jars წინავე ტუნგუსკა თუ ახლოს, თუ რაკეტიანი quick jars არ არის, ძალიან მაგარია.
და მოკლედ აი ამ რაზვეტკის, ტუნგუსკას და რაღაც პრაქტიკულად არაფრის ფასად დაკარგა ძალიან ბევრი იუნიტები. იმან, აი ხა 4 რაკეტის გაშვება რა იყო. ყველა რასხოდი რაკეტები, ყველაფერი ფულია, ეს რაკეტები უთავდებათ რა. ეხა ამას დარჩა რამდენი 12 რაკეტა 4 მანქანაზე და всё გაუთავდება და მე აღარ ისვრის რაკეტებს სანამ არ გადაუტენი. ანუ უნდა მიუყვანო ეს ბენზინიანი გრუზავი, უნდა ჩაისხან. ეს საპიორები არის რაღაც აგნიმიოტიანი სასტავი, დიდი არაფერი. და ეს რა ტიპისაკაც აინვე არც ვიცი რა არის, მაგრამ კიდე ეყავდა ეგეთი ტანკები, მახსოვს მე კიდე მოყავს, აი ესეც ეგ არის. ხო, იმის артиლერია მთელი თამაში მუშაობდა, ალბათ რამე გრადია. აი, არა, даже მალკა ყავს რა. აი, გვაზიკები ყავს, ყველაფერი ყავს. ხო რა. დიდი არაფერი ეფექტი არ ქონია და ცეცხლის კონცენტრაციაშია რა, საიდუმლო, ანუ ნელა დავამოღამე, რომ აი ბევრი რო ყავს артиლერია, მე რაღაცა შვებიან. მაგრამ დიდი არაფერი, ბევრი რო ერთს ესვრის. так, აქ მოკლედ ესენი ვერაფრით ვერ ამოწყვიტეს. მე ამ საპიორებმა დაიწყეს აგნიმიოტშიკობა ბტრ-ებზე და ბტრ-ების წინააღმდეგ ცეცხლი დიდი არაფერი ის არ არის. დიდხანსელები ყოველ შემთხვევაში და გასვლას ასწრებენ. ამასობაში მივხედავ სინამდვილეში აი ამას. ანუ არაფერს. მთელი ჩემი ბრძოლა ხდება აქ უკან, აქ просто გავანაწილე პეხოტა, რაზვეტკა შემოვიდა ამ სახლებში, ვედევე გადმოვიდა ამ სახლებში, ვედევე ჩემთვის არის არმიის ჩვეულებრივი ბატალიონი. ანუ რაზვეტკა მაგალითად არის რაღაც სადაზვერვო მოცეული და მაგანაწილებული აღარ რაღაც სპეცნაზი კიდე სპეცნაზი არის, თქვა სპეცნაზი რა, ჩვენი სპეცნაზი. მოკლედ ძლივს აქ დამთავრდა ბრძოლა იმით, რომ კონკურსები ჩამოვწიე და კონკურსი არის, მართვადი რაკეტა, სარაკეტო სისტემები, რომელიც ძალიან შორს ისვრის, მაგრამ სანამ არ მოუწიე ვერ დაინახა. ეხა აქ გადავალაგებთ, რომელთაც მახსოვს იუნიტებს, აი აქ წინ ყავს BMP აძინები მიწეული და ჩერეს დღე რაღაც ღრიჩოებს პოულობენ გამისწორდა და ის ახერხებდნენ სროლას და ის უკან ვერ აბრუნებდა. აქ არაფერი გრადი დამიშვეს, ეს არის ისევ და ისევ ჩემი ხედი, სინამდვილეში ხდება აი ეს. მე ეს ყოფილი არ ვიცი და თან ის კომპიუტერია და სულ რაღაცებს ამოძრავებს. რეალურ მოთამაშეს არ გამოგდის ამდენი ამოძრავო. ერთ ყურადღება ერთგან გადაგდის და ის ბევრ რამეებს ამოძრავებს ხოლმე, მაგრამ რაღაც ამ რუკაში დავმუღამდი რა და ვიცი სად რა ხდება და როგორ. აი აქ ხა დამალული ყავს MTLB-ები, მაგრამ ყოფილს ხედავ, იმიტომ რომ რაზვეტკა არის აქ წინ მოწეული და ეს რაზვეტკა ბევრ რამეს ხედავს ხოლმე. так, ეს გრუზავიკები პროსტა და სადაზვერვოთ არიან გაშვებული სიკვდილზე, რომ ბენზინი არ წამართვან, ანუ აი ამან ურალმა რომ იმას ბენზინი არ ჩაუცხას, ისინი და გაუშვი მოსაკვდომად. ხო, აქ ბორუსია მოიყვანა, მაგრამ ბტრ-მა სლავა ბოგუ მოუგო, ბორუსია ვერ არის თლად. კარგი ისა. ეს გრუზავიკებს დაერხევთ, მაგრამ ყურადღება არც მივაქციე, ის თავის ერთობოდა. ბირიოზა, ბორუსია, ბირიოზა, იმიტომ რომ ბორუსია გებს артиლერია რაღაც. ამ MTLB-მა ხო კაროჩე ჩაატარეს რეიდი, გზაზე მოდიან და ძალიან დიდი სიჩქარე აქვთ რა. ჩაუძირიათ ამას ეს ურალი, არც დამინახავს აქ რა ხდებოდა. მე რაღაცას სხვა დროს სხვა რამეს ვაკეთებდი. აი სპეცნაზმა დაწყო ჩვეულებრივი მუხებით. გადმოვიდა აქედან პეხოტა და მოასწრეს. რა გინდა მაგარი რეიდი ჩაატარა ტიპმა. ეს არის ნაპალმი დაქოქეს, ესე იგი ის მოვიდა საპიორი, ხო, ეგეც არის. მაგრამ ესენი არიან ერთი უკანა სახლში ააგერდა, მეორე წინ და ეგრევე მოკვდა ის წინ ვინც იყო. ამოიწვა და უკანა სახლში ცოცხალი. და ამათ ფინდაუნი გაუკეთეს. ამასობაში ეხა შემოვა აგერ აი ბტრ-ების სკვადი. ბტრ-მოსემისატები, ეს არის ურაკეტო ბტრ-ები, მაგრამ ზატო პეხოტის წინააღმდეგ საკაიფოა. რატო შეაჭერს ცეცხლში, არ ვიცი. იმიტომ რომ ანუ ყიდვისას მივეცი აქ რა მეტკა და ესენი შემოვიდნენ, ეგეთი ლაფსუსები თამაშს ბევრი აქვს, რომ თუ არ დაუღეჭე სად წავიდნენ, სისულელეებს აკეთებენ. ამან აქ გადამიწვა ყველაფერი, კაროჩე, რუსები ძალიან ნაპალმს ძალიან ბევრს იყენებენ რა.
მაგრამ ნუ ბეტერებს კიდიათ და პეხოდამ მომენტ ალბათ ამოიწვა, მაგრამ ნაწილობრივ. ამასობაში ეს არის მე რასაც ხედავ რა, ანუ ისევ და ისევ რა, აქ რაზვეტკა, აი აქ სპეცნაზი და რაზვეტკა, აი აქ აგერ რაზვეტკა და ამ რაზვეტკების ხარჯზე ძალიან ბევრს ხედავ და ბევრის ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია. აი რას ხედავს კომპიუტერი. მომენტ კარგად ხედავ და ესეც. კაი. ხო და ისევ შეგახსენეთ ტანკები ვაფშე არ მყავს, იმიტომ რომ საქართველოს ვარ და ტანკები არ მყავს. და სულ ქვეითი ჯარით მიწევს ომი რა და ქვეითი ჯარი აქეთ მხარეს ომობენ ძირითადად სახლებიდან, აქეთ მხარეს ძირითადად ტყიდან. და ნელა აფეთ, ნუ ბევრი артиლერია აქენ, артиლერია მუშაობს. მაგრამ ტანკებს დიდად артиლერია ვერაფერს ვერ უშვება, გარდა იმისა, რომ სტანავს, ანუ ის ითიშებიან ცოტა ხნით და არ ისვრიან და არ დადიან და ეგ კარგი. პრინციპში აი ხა რომ დაფიქრდე, ხა რომ ჩავრთო ოფში ვიდი. უნდა იფიქრო რომ მე წაგებული მაქვს, ხა სად იმის იუნიტების რაოდენობა და სად ჩემი. მაგრამ რეალურად მე ბევრად მეტ ზიანს ვაყენებ. არ ვიცი რატო რა, არ არის ისე რომ შენი ჯარი უკეთესია ვიდრე კომპიუტერის. ერთნაირი ჯარი ყავს, просто კომპიუტერი უფრო სუსტად აზროვნებს, როცა მედიუმია ჩართული და. რავი. რაღაცნაირად ვახერხებ ხომ გუშინ აი ესე ეხლა გუშინ დღეს ვიხსენებდი დილას რომ გუშინ ღამე მულტიპლეიერში გამოვძვერით ესე ვაგებდით თავიდან და მე მაგარია მოვქაჩეთ და რანაირად ვეხვდები. აი მოვიყვანე ჩემი ერთადერთი ტანკები T-72-ები. ამათ მაგ დააყარეს ვიღაცას. თუ 55 რა არის თუ რაღაცა ტანკის მოტანკო მასტიყოფი. ამასობაში დავიკავე ეს შენობები ძალიან ვაჟნია ტაქტიკურად. ანუ აქ ამითი აკონტროლებ ამ დღეს რა ვინც უნდა ყავდეს დღეში უნდა გავიდეს და გაუყვანია კიდევაც მე ამას ვხედავდი. დაკარგა ეს უჯრედი აიღო თურმე აი ამ BRDM-მა, აი ეს BRDM-ი აქ დამაგული ყავს. ეხლა ალბათ მომაფიქრდება რომ артиლერია მომ დავარტყა, არ ვიცი. ნუ აქ ბევრი სროლა მიდის აქეთ-იქით. ეს ტიპი T-72-ს დიდად ვერაფერს ვერ უზამენ. ნატოს წინააღმდეგ კარჩე საქართველოს ძალიან სუსტია, მაგრამ რუსებთან ნორმალია იომება. აი კიდევ ორი T-72 შემოვყარე, იმიტომ რომ კონკურსები გამოელია, ანუ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, რაც ყავდა თავიდან, გაუუწყდა და მე აღარ იყიდა, იმიტომ რომ არ მყავდა. და აი მე შემოვყარე ტანკები. და იმას სულ საპიორები ყავს, იმიტომ რომ ქვეითი ჯარი ამოეწვა და საპიორები ვერაფერს ვერ უშვება T-72 საერთოდ. და მუშაობ артиლერით, ანუ აი ეს წერტილი მთლიანად ავიღე. ამ წერტილზე ეხა მიდის ბრძოლა. ეხლა ცოტა ავაჩქარებ. ამას ტუნგუს გამოვხდა თუ რა მოვხდა? ხო, ტუნგუს გამოვხდა. აი აქ კიდე პრახუც აკეთებ და ვაფშე ვერ ვხედავდი ამათ, აზზე არა ვარ მე რომ ესენი მათ გადიან, აი ვერ ვხედავ ვერაფერს. და ეგ ძალიან ცუდი ვქი, აქ როგორც წესი ვკეტავ ხოლმე გამოცდილებიდან ამ BMP-ებიდან რაღაცით და ამ შემთხვევაში ვერ დავინახე და ტიპი გაძვრა. ნუ ნელა შემოვიყვანე რაღაც ჯარები. ეს артиლერია ვაკეთებ რაღაც. უაზრო გასრულებს, იმიტომ რომ მომეჩვენა რომ რაღაცას მიდიოდა. აი ხა შემოვა აქ ზურგში და მომიკლავს ამ იმას, უას. ვერც დავინახე ეს ტუნგუსკამ თავისი დაცხო და მე დაანება თავი რაღაც. იტენებოდა. გადამირჩა ეს უაზი, რაღაცა მომიკლა და. აი აქ სახლები აუღია, ვაფშე არ მიგზნია ეს სახლები რო აიღო, თამაშის ბოლომდე არ დავინტერესებულა მაგამდე. ეს სადაზვერვო BRDM-ები ძალიან ცუდი სასტავია, უნდა მოკლად რაც შეიძლება დროზე თუ ხედავენ, ნუ ვაფშე ყველაფერი სადაზვერვო უნდა მოკლა პირველ რიგში. აი ტანკებით აქ ჩამოვედი და გადავკეტე ეს პრახოდი, იმიტომ რომ ნერვები მომიშალა რომ ეპარებოდა იუნიტები. აი ამას დიმავუიზავესებს იყენებენ კიდე ძალიან მაგრა კომპიუტერები. რომ გიბრმავებენ რა პრაქტიკულად იმits და ვეღარ ხედავ. ეს ბორუსია ის რო დაიწია.
ტანკებმა ნაპალმიდან გაასწრეს, აქ არის ეხა დიდი კონცენტრაცია და გავარტყი მომენტი, როცა ანუ ხოთზე ვესროლე და გავთვალე საკ გადაიკვეთებოდნენ და კარგად მოხდათ არტილერია ბევრი დაკარგა. რა არტილერია ისვრის იმისი? გოძიგები ყავს. მალკა ისვრის ეს რა არის? ეს რაღაც აი ესეთი არტილერია არ უნდა იხიტო, რაღაც ხო კალიბრიანი და ერთს რო ისვრის წუთში. და ეხა ეს წავა და არაფერს არ მოხდება იქ რაღაცას ახბუხი ზავს და დიდი ამბავი რა. არაეფექტურია ძალიან, ჯობია აი ეს საშუალო რა და მოვჩე მოვიგე ამით ეს თამაში ანუ პონკებზე იყო და ვინც პირველი მოაგროვებდა 300 პოინტს და ჯამში გამოვიდა რომ ორჯერ მეტი მოვკალი ვიდრე დავკარგე. სულ